აი ახლა საახალწლო გადაცემა გააკეთეს. 9 მილიონი დაჯდა. სიღნაღში გადაიღეს. 9 მილიონი. 9 მილიონი. 9 მილიონი რა არის ისე ზერი ხა ცხილთა კორწილისთვის მე ნახე რა ცხილთა კორწილი რაც იყო რა. და საერთოდ 29 მილიონი ბიუჯეტი რა არის იცის ტელევიზიისთვის. ეს ფილმები რომლებსაც თუ რამდენიც არის რა. რეიტინგი უნდა, რეიტინგი ამაზე უკეთ ვერაფერი ვერ აქვს. ამის ფილმი აი ქიბარხალვაში არის, აი შეძრწუნდები. მე მოაწყო ამაზე კამათი მოიყვანე ხელისუფლებიდან მეგონა მოიყვანე ავტორიან იურისტი. ოპოზიციასაც მოიყვანე. დაცვის აკამათი. მას ეკუთვნოდა ტელეკომპანია რუსთავი 2. 2007 წელს პოლიტიკური დევნის გამო დატოვა საქართველო. 2008 წლის 15 იანვარს გერმანიის მთავრობამ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. მაინც აი აქედან იწყება ლაპარაკს რა ეს დღესაც იყვნენ რა ეს აქ უსმენდი ხა იმაში რა ლაივ-ლაივი ვეღარ გავალთ ფონს აი ესიდან უკმათ ხარჯავს თქვენ საეთერო ძვირფას დროს ეს დიმიტრი ლოცკიფანიძე იძახის ლაივ-ლაივი არის კაგრაციის ეს თქვენი თვითმაგვია პრეზიდენტი რაც ყოველდღე აკეთებს სატელევიზორში და კიდე ხა ის რაც იყო იქ პირველ არხზე პუტინივით რო გამოვიდე უკან დროშები რო უფრიალებდა აი ეგ იყო ზუსტად ლაივ-ლაივი რა და შეკვეთილი კითხვებით რო იყო კითხვა-პასუხი რა დაბომბვა რო დაიწყო თბილისის ხო მარჯანიშვილის მეტროსთან ცხოვრობს ჩემი ახლობელი და გამოვაბდი რომ მეტროში ჩავიდო და გამოაცხადეს მეტროში ჩავიდო მითხი ბავშვი ისა შეეშინდა მეტრო დაკეტეს მეტრო არ თავშესაფარი ხალხი ვერ ჩასულიყო ხო ხალხი ვერ ჩასულიყო რუსეთი არ შემოუშვით რო იძახიან სადაც შემოუშვეს მიბრუნდნენ თვითონ ეხლა ჩვენ ხო დავინახეთ ხასო თვითონ მიბრუნდნენ და წავიდნენ თვითონ მიბრუნდნენ და წავიდნენ არ წამოსულა ნახეთ რო წამოსულიყვნენ მე დარწმუნებული ვარ რომ ქართული ჯარი არ იყო ამისთვის მზად წინააღმდეგობა გაეწია გაფანტული და დემორალიზებული იყო ერთი მეორე რუსეთი არ შემოსულა იმისას რომ თბილისი აეღო ძალიან მარტივი რაღაცეებია კომუნიკაციის საშუალებებს პირველ რიგში სპობენ ძალიან მარტივი ფორმულაა და როცა იღებს რაღაცას საკომუნიკაციო საშუალებებს ანადგურებენ მიშა რო ვიდგა ტელევიზორში და კაი ბიჭობას რო თამაშობდა ამას გაუთიშავდნენ რუსები ანძას ააფეთქებდნენ არ გაუჭირდებოდა ის აფეთქება არ ჭირდებოდათ მიშას ჩამოგდება მიშა არის ჩვენი ჩამოსაგდები კი არა ჩვენი გადასაყენებელი თუ რაც ქვია რა ქართველმა ხალხმა თორე ვინც მაღაზე გააკეთებს აქცენტს ვინც იქნება ან ამერიკელები წაიყვანენ თუ რუსები წაიყვანენ თუ ჩვენ ხო აი ისიც მოიყვანს შესაბამისად შემდეგ ხელისუფლებას არიან თუ არ არიან მოლაპარაკებაში არა აქვს ამას მნიშვნელობა რა მნიშვნელობა აქვს ფაქტია რომ ხდება ფაქტია რომ სააკაშვილის დემორალიზებული ხელისუფლება არის რუსეთის ინტერესებში ნორმალური ადამიანი ამიტომ უნდა წავიდეს რა ანუ ტერიტორიები დაუკარგეთ ომი წავაგეთ დაბრუნების შანსი უახლოეს მომავალში მინიმალურია საბოლოოდ რა თქმა უნდა ორმად ვარ დარწმუნებული რომ მოხდება ეს ტერიტორიები დაბრუნება ძალიანობა ეკონომიკურად სამსოფლიოში გართულ დავითარებოდა საქართველოში 10 მაგაზი კიდევ იმ ხელისუფლების პირობებში შეიძლება რომ ომი განმეორდეს ან ისეთი პროვოკაციაზე მოაწერონ ხელი რომ ძალიან გვიან იყოს მე ამის გამოსწორება ქვეყნისთვის დღეს მიშა სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნა პირველად ყოფნა არ არის ეს ქვეყნის საშიშროება თუ არ არის მითხარით რომ ნებისმიერი ავტოკრატია არის საშიში ჩვენნაირი ქვეყნისთვის მით უმეტეს და ამას არ ვამბობ და ამას ეგ მაშინებს მაგას ვიძახი რომ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ კარგად რომ განვითარდეს მოვლენები და მივიდეთ ისეთ არჩევნებამდე როგორც ჩვენ გვინდა ხელისუფლებამ რა უნდა მოხდეს აი ხელისუფლებამ უნდა ნახოს ხალხის ძალა ხელისუფლება ხო აი ძალა უნდა ანახოს ხალხმა უნდა ანახოს ძალა ესე იგი პირველი ხალხის ძალა იმდენი ხანი დადგეს ანა მიშა აღწევა თუ პრეზიდენტი გადადგება ავტომატურად ინიშნება არჩევნები და უნდა ჩატარდეს გარკვეულ ვადაში ამას ატარებს პარლამენტის თავმჯდომარე დროებით ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას კი ხო ვენდოთ ახლა ჩვენ ბაქრაძის ჩატარებულ არჩევნებს ნუ ახლა ესე ბურჯანაძე მოჩვენა ლეგიტიმაცია თუნდაც რაღაც დონეზე საჭიროა დროებით პრეზიდენტი მაინც უნდა იყოს პარლამენტის თავმჯდომარე იყოს მაგრამ ეუთო ჩაატარებს არჩევნებს ეს უკეთესია თუმცა ეს არ არის გარანტია იმიტომ რომ ეუთო ვერასდროს ვერ იგებს როგორ დადის პოლიცია სადღაც ოჯახებში და როგორ აშინებენ ვიღაცებს ხალხმა საჭიროა რომ რაღაცა მართლა სიმტკიცე აჩვენოს და ძალა აჩვენოს და როგორ უნდა აჩვენოს ამის ბევრნაირი ფორმის მოფიქრება შეიძლება უბრალოდ ხა მე რომ ამაზე ვილაპარაკო რაღაც გამოვადო რომ
მოწოდებას არის გამო. არა, მაგას არ უბრალოდ მე ამბობ, ყველაფერს უფლება გვაქვს, რაც კანონით და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. საკაში ხარ და ლაპარაკეთ. მე მონიტორინგისთვის შემოვედი. მიშა თუ გადადგა თანხმიშვილი დაждდება და დაგელოდება ახლა რის იმასაც და წაიყვანს. მიშა მაშინაც გადადგა. მიშა რო გადადგა და ვანო დატოვა და ვანო იმაში მიშა ვეღარ იყლის სპენს კაცო აღარ აქვს მეტი კენჭის ყოსუფლება. ეგეც მართალია. მართალია. ეს რა მითხრა. რა მქონდეს ვადა კიდე ერთი. სიამოვნებით ჩაატარებდა და მოიგებდა. ესე იგი მიშას გადადგომა და მისი არჩევნებში აღარ მონაწილეობა ერთი და იგივე რამეა, ხო? ხადია. თუ წინასწარ კონსტიტუციური ცვლილება არ გააკეთა და არ შეიტანა, რომ 13-ად არა, მაგას. აი ეგ რო გააკეთეს. ორი-მესამედი აქვს გააკეთეს. ნუ ახლა ეგ გაფორმებული თურქმენბაში იქნება და მაშინ პირდაპირ გამართლოს. ბარემ ახამდე ის თუ გაუფორხებლად და გაფორმებლად უბრალოდ არ იქნება. დემოკრატიული განვითარების კუთხით რა გააკეთა? პარლამენტი დაასუსტა თვითონ გაძლიერდა, სასამართლო მოკლა, სიტყვის თავისუფლებაზე ცენზურა დააწესა, საპროცესო კანონმდებლობას ესში გაუარეს და მკვეთრად. ის სასამართლო პროცედურები დაჩქარდა არის კარგი, მაგრამ ნუ როცა სასამართლო არ აგაქვს, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ჩქარა მოგიშჩიან თუ ნელა მოგიშჩიან უკანონოდ. მე მეკუთვნის სიტყვის თავისუფლება და უნდა მქონდეს. მე მეკუთვნის სასამართლო და უნდა მქონდეს, ეგ არის და არა ის რომ ჭირწაგას მე ყველაფერს და მე შეგვიძლია თუ კარგად მოიქცევ მეორე არხს გაჩუქებ და რას მაჩუქებ ვისია რა. აი საპარლამენტო არჩევნების წინ თუ გახსოვთ გამოვიდა ლევან ბერძენიშვილი და ტელევიზორში მოყვა რომ რაღაცა რესტორანში იყო KP, სადაც ვანოს ცოლი იყო. იყვნენ კიდევ რაღაცა ეს ახალაია სანოძე ვიღაცები და ნუ ლამის ახალი გირგვლიანის თემა განმეორდა. იგივე სასწავლო. შეურაცხყოფა მიახენეს გოგონებს და აიჭირეს ვიღაც გოგონები იყვნენ ბიჭები რა. მე და ამერიკის ხო და ნუ მოკლედ. ამას ამბობდი და არ გახმოვდა მე ჩაიფარცხა მაგრამ ლევან ბერძენიშვილი მოყვა და თითქოს ამით დამთავრდა მაგრამ და ურეკავ მოგურზე ერთ. ხო მოკლედ ეხლა საერთოდ გუგოსაც და რა შევიდე 5 საათზე ვატარებ ხო პრესკონფერენციას ეხლა. კაი, მაშინ 5 საათზე ეხლა ჩემს თანამშრომელს გადაურეკავ, ვეთყვი და სურათები რაც გადაღებული, გადააწერინენ რაღაცა ისინიც გავუშვათ და გავთიში. ეხლა ურეკავ თანამშრომელს, რომელიც იქვეძის და გიორგი ბოცირიძე და გიორგი ვეუბნები ეხლა შენ გადაურეკე იმას და სურათებს გამოგცემს ეხლა შეხდი სასწრაფოდ და რა 2 წუთში ატყდა იქ რეკვები. რა ხდება და პრესკონფერენციას აწარებს და რა არის და მოვარდა რამდენიმე ადამიანი ცოტა ხანში და ვიღაცა პარიზი და რეკავდა ერთ-ერთი მერიის თანამშრომელი და შეგი არა შიგნით ვინც არის იმათ უფრო უსმენენ. ერთმანეთის მაგას რა კომპრომატები ექნება. იმათ ეშინიათ ერთმანეთს და ნიშაზე რეები შიგნით ეშინიათ იმათ უფრო ეშინიათ ვიდრე შენ და გამენ ეშინიათ. შიგნით უფრო ნაკლებად დაინდობენ ხო. თუ გარეთ ეხა მე რომ ვიცი ღალატია. რამდენი პოლიტპატიმარი დღეს საქართველოში დაახლოებით? იგივე გამიჭირდება თქვა, მაგრამ ეს არ არის თქვა 30-ზე ნაკლებად. ბევრი მათგანი, ნუ მაგალითად ერთ ძალიან მარტივს ვიტყვი. კაცი რომელიც არაერთხელ მიხსენებია ჩემს მოხსენებებში, როგორც უფლება დამრღვევი იყო პოლკოვნიკი, იყო გორის პოლიციის უფროსი, იყო მერე სამხარო პოლიციის უფროსის მოადგილე, ეს არის რეზო კოგიაშვილი. ნუ თვითონაც იყო დამრღვევი, მაგრამ ჩაუდეს ავტომატი. ეხა ავტომობილს ესა თანამედროვე ჩაუდეს. გარდა იმისა, რომ თვითონ ამოწევს ჩამოდეს. 7 ნოემბრის მერე სამხედრო მდგომარეობაა თბილისში გამოცხადებული.